დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა, პოტენციალურმა კლიენტმა კომპანიის შესახებ ინფორმაცია მარტივად იპოვოს. ამის ერთ-ერთი გზა არის ვებგვერდის შექმნა. ვებგვერდი თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვანაირი განსხვავებული ვებგვერდი, მათი სტრუქტურა, ძირითადი ელემენტები, როგორც წესი, ერთნაირია. ამ მოკლე ვიდეოში მინდა ერთი მხრივ განვიხილო საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს კომპანიამ იმისთვის, რომ შექმნას ვებგვერდი და მეორე მხრივ განვიხილო ის ძირითადი კომპონენტები, რომლისგანაც ვებგვერდი შედგება. პირველ რიგში ვებგვერდს ესაჭიროება სახელი. ინტერნეტი, ვებგვერდების სისტემა, რომელიც ინტერნეტში არის განლაგებული, იმგვარად არის შემუშავებული, რომ თითოეულ ვებგვერდს აქვს თავისი უნიკალური სახელი. ყველა სახელის ღირებულება არის აბსოლუტურად ერთნაირი, ალბათ თქვენ გსმენიათ შემთხვევები, როცა ვიღაცამ წანძვირი გადაიხადა ვებგვერდის სახელში მხოლოდ, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ვიღაცას უკვე ნაყიდი აქვს სახელი და შემდეგ მესაკუთრე გადაყიდის ვებგვერდს. მაგალითად, com.double-ების ვებგვერდის სახელი საშუალოდ $15 ღირს. G.double-ების დაახლოებით $30. სანამ თქვენ გადაიხდით თანხას თქვენს მიერ შეძენილ ვებგვერდის სახელში, ეს სახელი იქნება თქვენი. ამიტომ როცა დაიწყებთ ვებგვერდზე ფიქრს, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ნახოთ სახელი, რომელიც თქვენ გინდათ რომ დაარქვა თქვენ ვებგვერდს, დაკავებული ხო არ არის, ხო არ აქვს ვინმეს უკვე ნაყიდი. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ვებგვერდისთვის ეს არის ჰოსტინგი, ანუ ადგილი, სადაც ვებგვერდი განთავსდება. თქვენ ალბათ ხშირად სმენიათ კომპიუტერული სერვერების შესახებ. სერვერი ეს არის კომპიუტერი, რომელზეც არ არის მიერთებული მონიტორი და კლავიატურა. ეს არის კომპიუტერი, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას ინახავს. ნებისმიერი ვებგვერდი, რომელსაც თქვენ გახსნით თქვენ კომპიუტერში, რომელიღაც სერვერზე არის განთავსებული, ეს სერვერები, ეს კომპიუტერები 24 საათის განმავლობაში ჩართულია, იმიტომ რომ არავინ არ იცის ვის როდის დაჭირდება ამა თუ იმ ვებგვერდის გახსნა. შესაბამისად იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ვებგვერდი, თქვენ გჭირდებათ უნიკალური სახელი და თქვენ გჭირდებათ ადგილი ინტერნეტში, სადაც თქვენ ვებგვერდს განათავსებთ. ეხლა ორი სიტყვით მინდა შევეხო ვებგვერდის სტრუქტურას. ხო? ნებისმიერი ვებგვერდი შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან. პირველი ეს არის ჰედერი, ანუ ვებგვერდის თავი. შემდეგ მოდის ეგრეთ წოდებული body, ანუ ვებგვერდის ტანი, ძირითადი ნაწილი და შემდეგ ფუტერი, ანუ ვებგვერდის ქვედა ნაწილი. როგორც წესი, ვებგვერდის ჰედერი და ფუტერი, ანუ ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი არ იცვლება. ანუ ვებგვერდი შედგება რამდენიმე გვერდისგან, ჩვენ როცა ერთი გვერდიდან მეორეზე გადავდივართ, ჰედერი და ფუტერი არ იცვლება, იმიტომ რომ ადამიანს იმისათვის რომ მომხმარებელი არ შევიყვანოთ შეცდომაში, მან არ ჩათვალოს რომ ჩვენ ხო სხვა გვერდზე გადავედით, ან რაღაცა სხვაგანა ვართ, ხო? მხოლოდ იცვლება ეს შუა ნაწილი ვებგვერდის body. თავის მხრივ ვებგვერდის ჰედერი, ანუ ზედა ნაწილი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი ეს არის ლოგო, ლოგო როგორც წესი მარცხენა ზედა კუთხეშია. ამ პლაინტის ბინადართა უმეტესობა ჩვენ ვკითხულობთ მარცხნიდან მარჯვნივ და შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე უფრო ესეთი ყურადღების მისაქცევი ადგილი, თვალსაცემი ადგილი არის მარცხენა ზედა კუთხე, იმიტომ რომ ნებისმიერი ტექსტის წაკითხვისას, ანუ შინაარსის ამოკითხვისას ფურცლიდან ჩვენ ვიყურებით მარცხენა ზედა კუთხეში. შემდეგ pages header-ში ასევე განლაგებულია ხოლმე search-ი, თუ გვერდი ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციას მოიცავს, მაშინ მას ჭირდება საძიებო სისტემაც, რომ მომხმარებელმა მარტივად იპოვოს ინფორმაცია გვერდზე. და ასევე ზედა ნაწილში განთავსებული ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სექცია, სადაც როგორც წესი არის ხოლმე ფოტოები. ანუ თუ კი ამა თუ იმ კომპანიას რაღაცა გზავნილის გაგზავნა უნდა მომხმარებელთან, რომ აი ჩვენ თანამედროვე გუნდი ვართ, ან პროფესიონალების გუნდი ვართ, ან ასე შემდეგ, აი შესაბამისი ხასიათის ფოტოები არის ხოლმე განთავსებული ამ საინფორმაციო სექციაში. როგორც წესი სლაიდერის სახით არის, ანუ რამდენიმე ფოტოა, რომელიც იცვლება. ასევე ვებგვერდის ჰედერში განთავსებულია მენიუც, იმიტომ რომ
რომელ გვერდზეც არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, მომხმარებელი მას ადვილად უნდა შეეძლოს სხვა გვერდზე გადასვლა. და როგორც წესი მენიუ ზედა ნაწილში არის ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ მენიუ არ იყოს ძალიან დიდი. იმიტომ რომ თუ მენიუში ძალიან ბევრი პუნქტი გვაქვს, მაშინ ამითი დავაბნევთ ჩვენ მომხმარებელს და ხელს შეუშლით, რომ მან სასურველი ინფორმაცია იპოვოს. შემდეგ მოდის ვებგვერდის body, ანუ ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილში შეიძლება იყოს ერთი სექცია, ან შეიძლება იყოს ორი სექცია, ან სამი სექცია, ხო? მეტი რო იყოს, უკვე დამაბნეველი იქნება მომხმარებლისთვის. ძირითადად შუა სექციაში, ან შუაში არის ის ინფორმაცია, რომლისთვისაც მომხმარებელი შემოვიდა თქვენ ვებგვერდზე, ანუ რისთვისაც ის შემოვიდა, ის უნდა დავახვედროთ გვერდის ცენტრში. და შემდეგ მოდის გვერდის ფუტერი, ანუ ქვედა ნაწილი, სადაც ისეთი სახის ინფორმაცია უნდა განვათავსოთ, რომელიც ნებისმიერ გვერდზე ყოფნისას შეიძლება დაჭერდეს მომხმარებელს. ეს შეიძლება იყოს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონი, პარტნიორების ლოგოები და ასე შემდეგ. ეს არის გვერდის ძირითადი სტრუქტურა, როგორც თქვი, ის შედგება ჰედერისგან, ანუ გვერდის თავი, body, გვერდის ტანი და შემდეგ ფუტერი, გვერდის ქვედა ნაწილი. ვებგვერდის შექმნას მე დავყოფდი ამ 5 ეტაპად. პირველი არის საიტის სტრუქტურის შემუშავება. ხშირად შეცდომით მიმართავენ ხოლმე პროგრამისტებს, ბევრი თვლის, რომ აი სტრუქტურა საიტის სადრა და როგორ იქნება განლაგებული, ეს ასე ვთქვათ, პროგრამისტის შესამუშავებელია, ხო? ანუ პროგრამისტს კარგად შეუძლია თქვენი იდეების პროგრამულ კოდში გადაყვანა. მაგრამ აი თვითონ იდეა იმისა, როგორ იქნება ინფორმაცია განთავსებული თქვენ ვებგვერდზე, რა სექციები იქნება, რომელი სექცია რომელთან იქნება დაკავშირებული, ეს უკვე თავად თქვენი შესამუშავებელია. ამაში თქვენ პროგრამისტი ნაკლებად დაგეხმარებათ, მას შეუძლია, როგორც თქვი, უკვე თქვენი სურვილების კოდში გადატანა. მას შემდეგ რაც შემუშავებულია სტრუქტურა, იწყება დიზაინზე მუშაობა, ანუ სტრუქტურის შესაბამისი დიზაინი იყოს. აი მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საიტის აწყობა, მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება პროცესში პროგრამისტი. შემდეგ ხდება საიტის ტესტირება, როცა საიტი უკვე აწყობილია და ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად ფინალური ცვლილებების შეტანა. თავად საიტის სტრუქტურა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, აი პირობითად ავიღე მე თქვათ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის სტრუქტურა, აი როგორც ხედავთ აქ არის თავფურცელი, ანუ პირველი გვერდი, შემდეგ არის განყოფილება კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ქვეგანყოფილებებად არის დაყოფილი და შემდეგ არის ცალკე განყოფილებები არის აქცია, კონტაქტი, მიწოდება, გარანტია, ახალი ამბები, დახმარება და ასე შემდეგ. ხშირად ისე ხდება, რომ ვებგვერდის აწყობისას ხო ისეთი განყოფილებების შექმნა ხდება, რომლისთვისაც შემდეგ რესურსი არ არსებობს. ხო, ანუ თქვა და ვებგვერდს აქვს განყოფილება სიტყვაზე ახალი ამბები, ან აქციები და შემდეგ ეს განყოფილებაც არიელია. ამიტომ ჯობია თავიდანვე კარგად განსაზღვროთ, რა პერიოდულობით შეგიძლიათ განაახლოთ ვებგვერდი, რა ტიპის ინფორმაცია, რა დროის მონაკვეთში შეგიძლიათ განათავსოთ, რომ ამის შესაბამისად, თქვენი რესურსების შესაბამისად შეიმუშაოთ ვებგვერდის სტრუქტურა. თქვენ ამ გამოსახულებაზე ხედავთ ერთ-ერთი სოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიის ვებგვერდს, eBay-ის, რომელზეც 1.6 მილიარდი ნივთია გამოტანილი გასაყიდად. ჩვენ შევხედავთ ამ ვებგვერდის მენიუს და ვინახავთ, რომ ზოგიერთ ქართულ ვებგვერდთან შედარებით უფრო მოკრძალებული მენიუ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაოდენობის ნივთს ყიდის ეს ვებგვერდი. თუ ნახავთ, ვებგვერდის მენიუ დაყოფილია 3 ნაწილად. ფაქტურად 3 მენიუა, ეს ზედა მენიუ, შუა მენიუ, იმიტომ რომ საძებო სისტემას იმდენი ფუნქციონალი აქვს, რომ შეიძლება ისიც მენიუთ შევთვალოთ და შემდეგ აი ეს ქვედა ზოლი მენიუ, სადაც ძირითადად პროდუქტებია განთავსებული. თვითონ ეს მენიუც ძალიან გრძელი არ არის, ბევრი კომპონენტისგან არ შედგება, რომ არ დააბნიოს მომხმარებელი. მეორე მხრივ აი ამ ქვედა მენიუში, სადაც პროდუქტებია განთავსებული, პროდუქტები არის დაჯგუფებული ქვედა მენიუების საშუალებით. ანუ თუ კი თქვენ ვებგვერდზე გაქვთ რამდენიმე თემა, რომელიც მომიჯნავია, შეგიძლიათ ისინი ერთი მენიუს ქვეშ განათავსოთ და შემდეგ ქვემენიუების სტრუქტურა შეემუშავოთ. მნიშვნელოვანია, რომ მენიუს
თითოეული გვერდისთვის პატარა განმარტებები შეიმუშაოთ, ანუ აღწეროთ გვერდი, რა გინდათ თითოეულ გვერდზე, რა ტიპის ინფორმაცია გინდათ რომ იყოს გამოტანილი. ეს შეიძლება იყოს მაგალითად თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მთავარ გვერდზე მინდა რომ გამოვიტანო ვიდეო, რომელზეც იქნება ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ, შემდეგ მოკლე ტექსტი, რომელიც აღწერს ჩვენს პროდუქტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თქვენ თუ მიუნიშნებთ დიზაინერს და პროგრამისტს რა ტიპის სექციები გინდათ რომ იყოს განთავსებული თითოეულ გვერდზე, ამითი შეამცირებთ დროს მათი სამუშაოსი. ხო, იმიტომ რომ ყველაფერი ზუსტად იქნება გარკვეული. შესაბამისად, თუ კი ისინი ნაკლები დროს იმუშავებენ, შესაბამისად მათი ანაზღაურებას ნაკლები იქნება. ანუ რაც უფრო მეტად დააკონკრეტებთ, რაც უფრო მეტად გექნებათ გააზრებული თქვენი ვებგვერდის სტრუქტურა, მით ნაკლები ფული დაგიხარჯებათ მისი აწყობისას. ამ ხრივ ძალიან საინტერესოა და კარგია, თუ კი შეიმუშავეთ მოკაპს, ანუ ერთგვარ მაკეტს. თუ კი თქვენ ქაღალდზე უბრალოდ შემოხაზავთ იმ სექციებს, რომელიც გინდათ რომ განთავსებული იყოს ამა თუ იმ გვერდზე. მოკაპი არ არის დიზაინი, აქ არ არის მნიშვნელოვანი რომ დიზაინერულად ეს რაც ლამაზად იყოს მოხაზული, მთავარია რომ ძირითადი ელემენტები იყოს ნაჩვენები, ის ელემენტები რომელიც გინდათ რომ შემდეგ თქვენ ვებგვერდზე გამოჩნდეს. მას შემდეგ რაც შემუშავებულია სტრუქტურა ვებგვერდის, ჩამოწერილი გაქვთ, თითოეული სტრუქტურული ელემენტი განმარტებული გაქვთ, ანუ თითოეული გვერდის განმარტება ჩამოწერილი გაქვთ. ასევე კარგია თუ გაქვთ მოკაპი, ანუ ერთგვარი ჩანახატი, სად რა უნდა განთავსდეს თქვენ ვებგვერდზე, შემდეგ იწყება მუშაობა გრაფიკულ დიზაინს. ხო? ანუ გრაფიკული დიზაინი ეს არის ერთი მხრივ ხელოვნება და ამავე დროს პროფესია, ისეთი ვიზუალური ელემენტების შერჩევისა და შეხამების, როგორიცაა შრიფტი, გამოსახულება, ფერი და ასე შემდეგ, რათა აუდიტორიას გადასცე გზავნილი. ანუ დიზაინის მთავარი დანიშნულება ეს არის აუდიტორიისთვის გზავნილის გადაცემა. ეს რას ნიშნავს? თუ კი თქვენ თვლით, რომ თქვენი კომპანია, ასე ვთქვათ, იყენებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, თუ კი თქვენი სასტუმრო ან რესტორანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს იყენებს და აი ესეთი რა ქვია ბუნებასთან კავშირს გინდათ გაუსვათ ხაზი, მაშინ სავარაუდოდ უნდა გამოიყენოთ თქვათ რაცა მწვანე ფერის ტონები, ხო? შეარჩიოთ შესაბამისი შრიფტი, ფოტოებზე გაუსვათ ხაზი აი ამ თქვენს ძირითად გზავნილს. ხო, ანუ ვებგვერდის ძირითადი ფერები, შრიფტი, ფოტოები უნდა შეესაბამებოდეს იმ გზავნილს, რომელიც თქვენ გინდათ თქვენ მომხმარებელს გადასცეთ. ანუ დიზაინის მთავარი დანიშნულება მომხმარებლისთვის გზავნილის გადაცემა. ასევე შეიძლება გსმენიათ ესეთი ტერმინის შესახებ UX დიზაინი, ანუ ვებგვერდი ერთი მხრივ გზავნილს უნდა უგზავნიდეს მომხმარებელს და მეორე მხრივ მისთვის გასაგები უნდა იყოს, არ უნდა ჭირდებოდეს დამატებითი დრო მომხმარებელს იმისთვის, რომ სხვა სექციები იპოვოს თქვენ ვებგვერდზე. აი ეს ტერმინი UX დიზაინი, ხო, ორ სიტყვას აერთიანებს, ეს არის user და experience, ანუ მომხმარებლის გამოცდილება. სავარაუდოდ მომხმარებელი, რომელიც თქვენ ვებგვერდზე შემოვა, ეს თქვენი ვებგვერდი მისთვის არ იქნება პირველი ვებგვერდი. სავარაუდოდ მანამდე მომხმარებელი საკმაოდ ბევრ ვებგვერდს ესტუმრა და გარკვეული ჩვევების გამოიმუშავა. მან იცის, სად შეიძლება იყოს განთავსებული ვებგვერდის ლოგო, სად შეიძლება იყოს განთავსებული მენიუ, სად შეიძლება იყოს განთავსებული ძიების ველი. შესაბამისად, დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის გამოცდილება, ხო? ანუ ერთი მხრივ მიაწოდოს გზავნილი, მაგრამ მეორე მხრივ ვებგვერდი მომხმარებისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს და ეყრდნობოდეს მის წინარე გამოცდილებას. მას შემდეგ რაც სტრუქტურა შემუშავდა, შემდეგ შემუშავდა ვებგვერდის დიზაინი, უკვე იწყება ვებგვერდის აწყობა. და ვებგვერდის აწყობისას ესეთი ორი ძირითადი გზა არის. ერთი მხრივ ეს არის ხელით დაწერილი კოდი, როცა პროგრამისტი ხელით წერს კოდს, თავად შეიმუშავებს ვებგვერდის კოდს, აი აქ მოცემული მაგალითი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვებგვერდის კოდი და მეორე გზა არის, როცა პროგრამისტი იყენებს კონტენტის მართვის სისტემებს. ანუ კონტენტის მართვის სისტემა ეს ერთგვარად გამზადებული კოდის ნაკრებია. ამ შემთხვევაში
პროგრამის არ უწევს თავიდან კოდის დაწერა, ის არსებულ კოდში ანხორციელებს ცვლილებებს. CMS კონტენტის მართვის სისტემები არსებობს ბევრი და სხვადასხვა, ეგ მოყვანილი მაქვს რამდენიმე მაგალითი. მაგალითად, სოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სისტემა არის WordPress-ი და WordPress-ის შემთხვევაში პლუსი ის არის, რომ საქართველოში შეიძლება იპოვოს სპეციალისტი, ანუ თქვათ ვიღაცა მაგიწყოთ ვებგვერდი, თქვენ გინდათ მასში ცვლილებების შეტანა და თუ ეს ხელით დაწერილი კოდია, ძალიან ძნელია რომ სხვა პროგრამისტმა თქვათ სხვის კოდში ცვლილებები შეიტანოს, ან რომელიმე ისეთი კონტენტის მართვის სისტემა თუ არის გამოყენებული, რომლის პროგრამისტიც არც ისე ბევრია, ამიტომ ახაც გაგიჭირდებათ თქვენ ხო ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, WordPress-ი ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ გავრცელებულია და WordPress-ზე მომუშავე პროგრამისტის პოვნა უფრო ადვილია. WooCommerce ძირითადად გამოიყენება მაღაზიების შესაქმნელად, ისიც საკმაოდ პოპულარულია უკვე საქართველოში და ნებისმიერი სირთულის ონლაინის მაღაზიის შექმნა შესაძლებელი WooCommerce-ზე. არის ესეთი სისტემა Drupal-ი, რომელიც კი მაღალი სანდოებით გამოირჩევა ინფორმაციის დაცვის, მაგრამ Drupal-ის სპეციალისტი უფრო ძვირი ღირს და მისი პოვნა უფრო რთულია. ბოლო დროს პოპულარობას იძენს Wix-ი. Wix-ის შემთხვევაში პირდაპირ ონლაინ შეუძლია ადამიანს აწყოს თავის საკუთარი ვებგვერდი. მას შემდეგ რაც შემუშავებულია ვებგვერდის სტრუქტურა, ამ სტრუქტურის შესაბამისად შემუშავებულია დიზაინი და თქვენ ასე ვთქვათ დიზაინი მოგწონთ, უკვე იწყება როგორც თქვით ვებგვერდის პროგრამული კოდის შემუშავება, როცა ვებგვერდი საბოლოოდ აწყობილია, იწყება მისი ტესტირება, როგორც წესი პროგრამისტები მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას, რომ თვითონ ნახოს სადმე რამე ხარვეზი ხო არ არის ვებგვერდში, რათა ის შემდეგ გამოასწოროს.